მშვიდობისა დღეს ხუთშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. პრობლემური სესხების მოგვარების საკითხში სახელმწიფოს თანამონაწილეობა რა პრობლემებს შეუქმნის მსგავსი ინიციატივა საბანკო სისტემას. ექსპერტთა წრეებში აზრი ორად იყოფა. ნაწილისთვის სახელმწიფოს ჩარევა მისასალმებელია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამგვარი ნაბიჯის გადადგმა ვალების არ გადახდის წახალისებას გამოიწვევს. ამდენით გაიზარდა გადახდის უუნარო მოქალაქეთა რაოდენობა და როგორ აპირებენ ბანკები პრობლემური სესხების საკითხის მოგვარებას. დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. პოლიტიკოსების პოპულისტური ინიციატივა თუ რეალური გეგმა. როგორ აპირებენ ბანკები 200 მილიონიანი პრობლემური სესხების საკითხის მოგვარებას და რა რისკებს შეიცავს ამ პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფოს ჩართვა. ამ ურთიერთობაში სახელმწიფოს ჩარევა, იქ სადაც ორ კერძო პირზეა ლაპარაკი, ამ შემთხვევაში კლიენტი და ბანკი მათ მხედველობაში, ჩემის აზრით ამას არც იურიდიული და მით უმეტეს არც ეკონომიური საფუძველი არ გააჩნია. ნებისმიერი ტიპის დავალდებულებას ეროვნული ბანკის მხრიდან, კომერციული ბანკებში ან საფინანსო დამხილობის სააგენტოს მხრიდან ეროვნულ ბანკებზე აღნიშნულს არა მხოლოდ შედეგი არ იქნება, არამედ კონტრპროდუქტიული იქნება პირველ რიგში. შესაძლებელია თუ არა კრედიტების რესტრუქტურიზაცია, რა რეკომენდაციები აქვს ეროვნულ ბანკს და როგორია საერთაშორისო პრაქტიკა. დავით ამაღლობელი, ზურაბ გვასალია, ვახტანგ ბუცხრიკიძე, ნიკოლოზ შურღაია პირველი თემის სტუდიაში. პირველი თემა პირდაპირ ეთერშია. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები არიან საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი დავით ამაღლობელი და ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია. საღამომშვიდობის ბატონებო. მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ინიციატივა პრობლემური სესხების მოგვარების საკითხში სახელმწიფოს თანამონაწილეობის შესახებ ბატონ ზურაბ, დავიწყოთ საუბარი ამით, რა შედეგი შეიძლება ამ ინიციატივის განხორციელებას მოყვა საბანკო სისტემისთვის. ჯერ პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის, რომ მშვენიერი ნიუსია, მაგრამ სამწუხაროდ პოლიტიკური, რომელსაც იურიდიული და ეკონომიური საფუძველი ნაკლებად გააჩნია. შემიძლია ვთქვა, რომ ეკონომიური საფუძველი საერთოდ არ აქვს. რა მაქვს მე მხედველობაში, როდესაც ესეთი კატეგორიულობით ვაცხადებ ამას, იმიტომ რომ თვითონ საბანკო სტრუქტურა ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს კანონით მინიჭებული უფლება მოიზიდოს სესხები და შემდგომში იგი განათავსოს მომგებიანად და ეს ვალდებულება, ანუ სესხებელისაგან, ვისგანაც მოიზიდა ეს თანხა, მას დაუბრუნოს გარკვეული სარგებელით. როგორ უნდა მოხდეს ეს? ესე იგი, მოზიდული სახსრები ვიღაცასთან უნდა განათავსოს, ხომ? იქიდან დაბრუნებული მას უნდა დაუბრუნოს შემდგომში უკან. აი ეს პროცესი ერთმანეთთან მე ვცდილობ, რომ ყოველგვარი ტერმინების გარეშე ვილაპარაკო, ვინაიდან ეს უფრო ფართო მასებისთვის არის მემართული და მე მინდა მოსახლეობას აუხსნა. იმიტომ რომ კი ბატონო, მე მინდა მოსახლეობას აუხსნა იმენით, რომელიც მათთვის გასაგები იქნება და თუ ის არ დაბრუნდა იმ ვალდებულების შესრულება ბანკმა, რომელიც აიღო თავის თავზე, მას გაუჭირდება. ეს ერთი საკითხი რაც არის. მეორე, ეს ყველაფერი რეგულირდება საკონტრაქტო ურთიერთობით ორ კერძო სუბიექტს შორის, ეს იურიდიული პირი იქნება თუ ფიზიკური და ბანკი ერთი მხრივ. და საკონტრაქტო ურთიერთობაში სახელმწიფოს ჩარევა წარმოუდგენელია უბრალოდ. ახლა შევხედოთ ამას სრულიად სხვა კუთხით. როგორ არის წარმოდგენილი, როგორ უნდა მოხდეს ამის დაყოფა, როგორ უნდა მოხდეს ის რანჟირება, თუ ვინ დაზარალდა, ისე რომელსაც სახელმწიფო უნდა დაეხმაროს და ვინ ისე არ დაზარალებულა. ძალიან ძნელია ამის გაკეთება და წარმოუდგენელიც კი და ან რა დააშავა იმათმა, ვინც დაუშვათ თბილისში დაკარგეს სამსახური და იმის გამო სესხლერი ხდიან და იმან, ვინც დაკარგა დაუშვათ შეიძლება ახალგორში. კი მე მესმის იქ იყო კონფლიქტური ზონა, ამ კონფლიქტური ზონიდან ტოლვილებს სახელმწიფო ეხმარება, მაგრამ აი ამ საკონტრაქტო ურთიერთობაში, რომელიც ბანკთან იყო, აქ ჩარევა არის წარმოუდგენელი. ბატონ დავით, სანამ უშუალოდ მოსალოდნელ შედეგებზე ვისაუბრებთ, თქვენც მინდა გთხოვოთ ამ ინიციატივის შეფასება, თქვენ რიხთ იხსნით მსგავსი წინადადებებით გამოსვლას. მხოლოდ პოლიტიკური პარტიები არ გამოსვლას, სხვათა შორის ბატონ ზურაბ, ძალიან ბევრი ექსპერტის შეფასებაც გაკეთდა ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ვიტყვი ამ ექსპერტების შეფასებას და თუ მაქვს საშუალება. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის მთლიანად ეროვნული ბანკის კომპეტენცია, თუმცა მოგახსენებთ ჩემს პირად მოსაზრებას ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. ერთი შეხედვით ეს კარგია თითქოს იმ მხრივ, რომ იგი ხელს შეუწყობს და ეხმარება დებიტორებს, რომელსაც გააჩნდათ ვალდებულები ბანკებისადმი, თუმცა მეორე მხრივ ძალიან ძნელია იპოვოს ის სწორი ფორმა და თუნდაც რაღაც ფორმა გამოიძებნოს, ძალიან რთული იქნება ზუსტად აღასრულო შემდეგ ეს ღონისძიება, ისე რომ მაქსიმალური ეფექტი იქნას მიღებული.
ანუ აქ ჩადებულია გარკვეული ნაღმები, რომლის ამოქმედების შედეგად შეიძლება მოხდეს წახალისება უფრო მეტად არ გადახდების თლიანად, რამაც შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს შემდგომში უკვე კომერციული ბანკების ბალანსებზე. ბატონ ზურაბ, თქვენ გსურდათ კომენტარი ექსპერტების მოსაზრებებთან დაკავშირებით და შემდეგ. როდესაც ექსპერტები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, მათ ლაპარაკი აქვთ იმ თანხებზე, რომელსაც ელოდება ქვეყანა. დონორთა მიერ გამოყოფილ თანხებზე და ის არის მთელი საქართველოსთვის გამოყოფილი. ანუ საქართველოს მოსახლეობისათვის მათი კეთილდღეობის მხარდასაჭერად არის გამოყოფილი ეს თანხები და იმ დროს, როდესაც მოსახლეობის მცირე ნაწილმა თავიანთი ცხოვრების გაუმჯობესებისათვის მიმართეს ბანკებს და იქიდან სესხი აიღეს, უნდა აიღონ ეს ნაწილი ამ თანხებიდან, რომელიც მთლიანად მთელი საქართველოს მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისათვის, კეთილდღეობის შენარჩუნებისათვის და ასე შემდგომ არის გამოყოფილი ამ დონორი ქვეყნებიდან და უნდა მოხდეს მათი პრობლემების მოგვარება, ის რაც შეექმნათ მათ იმისათვის, რომ მათ თავიანთი ცხოვრება უკეთესად მოეწყოთ. ეს არის წარმოუდგენელი რამე. ამას სახელმწიფოს კუთხიდან ვიძახებენ. ჩვენ შეიძლება ვიყოთ კომერციული სტრუქტურები ვართ, რა თქმა უნდა, შეიძლება ხანდახან ჩვენი ინტერესები სახელმწიფოს ინტერესებს, ვინაიდან ჩვენ მაინც მოგებაზე ორიენტირებული სისტემაა საბანკო სექტორი, შეიძლება ხანდახან არ დაემთხვეს, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ეს წინააღმდეგობა არის, საბანკო სექტორის პრიორიტეტს სახელმწიფო ინტერესებს ანიჭებს. კი ბატონო, რა არასასურველი შედეგები შეიძლება მოყვეს ბანკებისთვის ამ ინიციატივას, ბატონ დავით? ესე იგი, როგორც აღნიშნე, ესეთი მექანიზმი არ არსებობს, რომელიც აი ამ ძირითად მიზანს უზრუნველყოფს, მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს ამ შემთხვევაში, ანუ იმ ადამიანების იდენტიფიცირებას, რომლებსაც მართლაც ობიექტური მიზეზების გარემოებების გამო შეექმნათ ესეთი პრობლემები. და მინდა აქვე დავამატო ისიც, რომ პრეცედენტი, მსგავსი პრეცედენტი ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არ არის ცნობილი, რომელიმე ქვეყანაში. მსგავსი პრეცედენტი არა მიმართულებით დახმარების, მაგრამ არაერთ პრეცედენტს და მაგალითს ასახელებენ, თუნდაც ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც წამოაყენებენ მსგავს ინიციატივას სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე, როდესაც რაღაც კუთხით დაეხმარა სახელმწიფო ბანკებს. მსგავსი პრეცედენტები, როდესაც სახელმწიფო ეხმარება ბანკებს იყო და არის დღემდე ეს იყო ძირითადად სახელმწიფოს მონაწილეობა ბანკების კაპიტალში, ეს იყო ეგრეთ წოდებული ტოქსიკური აქტივების გამოსყიდვა სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა ესეთი ფორმით დახმარება, როდესაც პირდაპირ ინდივიდებზე ხდება დახმარების გამოყოფა სახელმწიფოს მიერ, ესეთი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არამდენად არ არის ცნობილი. შესაძლო შედეგებზე, როდესაც ვსაუბრობთ, ბატონ ზურაბ, რა შეიძლება ამ ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში ეს იდეა უფრო მძიმე შედეგს მოიტანს საბანკო სისტემისთვის, თუ ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ესეთი? ჰიპოთეტურად დავუშვებთ, რომ ეს იდეა შეიძლება განხორციელდეს. მე გზებსაც ვერ ხედავ და მეთოდებს და ეს იქნება საკმაოდ გაწელილი დროში და აი არანაირი ეფექტის მომტანი არ იქნება. ვერ მოხდება ყველაფერი აი ამის დაყოფა თუ ვის უნდა გაუწიოს სახელმწიფომ დახმარება და ვის არა. ძალიან ძნელი არის ადამიანს აუხსნა, ვიცი რა, შენ კი დაზარალდი ყველაფერი ამით. დაუშვათ აქტივობა დაეცა, შენს მაღაზიაში არ შემოდიან, არავინ არაფერს აღარ ყიდულობს და შენ ამიტომ იმ სასწრაფოს ვეღარ იხდი, მაგრამ ვიცი რა, შენ ვერ დაგეხმარებით. ძნელია ამისი ახსნა. რატომ ის და რატომ ეს არა? და აი არანაირი ეფექტის მომტანი ეს არ იქნება და ვერც მოხდება ეს, ვერანაირად ვერ მოხდება. ანუ დიფერენციაციაც არ შეიძლება ამჯერად მოხდეს. მაგალითად, თუნდაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა. კონფლიქტით დაზარალებულებს შეიძლება სახელმწიფო სხვა მხრივ დაეხმაროს და არა ის, რომ მათ ადგენენ და საყოფად ძირითადში მეტი წელი გატანილი არის საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად არის ან მანქანის შესაძენად არის გატანილი თანხები აი დაზარალებული რაიონებიდან. მაგრამ ბიზნესის ფარდასაჭერად ბიზნესი უზრუნველყოფილი რო არ ყოფილიყო იმ სესხის ვერ მიიღებდა. და გამომდინარე აქედან ეს უნდა დარეგულირდეს ყოველი ინდივიდის შემთხვევაში ბანკთან ურთიერთობით. ინდივიდუალურად უნდა მოხდეს და ხდება კიდევაც ეს და მე ვიცი ძალიან ბევრი შემთხვევები, როდესაც თუ იქ გამოჩნდა დაფარვის წყარო და თუ იქ გამოჩნდა პერსპექტივა იმისი, რომ მას თუ ცოტა შეღავათი იქნება ბანკიდან, იგი მოახერხებს თავისი ვალდებულების შესრულებას, მას აუცილებლად უკეთდება რესტრუქტურიზაცია. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეს პერსპექტივა არ ჩანს, დამერწმუნეთ, რომ თვითონ მისთვის არის უკეთესი, რომ მან ეს შეღავათი არ მიიღოს. ვინაიდან იგი ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება ამ შეღავათის შემდეგ, ვიდრე არის ახლა. ბატონ ზურაბ, რა ვითარება ამჯერად ამ დავალიანების გადახდის კუთხით, ანუ რამდენად გაიზარდა მაჩვენებელი, როდესაც ბანკების წინაშე დავალიანება, როცა აქვს მოსახლეობას, მათ შეამცირეს ამ დავალიანების გადახდან შეჩერდა თუ არა? ისეთ აქცენტები ახლა გაკეთდა ვადაგადაცილებულ სესხებზე, თუ ვადაგადაცილებული სესხები ყოველთვის არსებობდა.
და იარსებებს ალბათ. კი, რა თქმა უნდა, გაზრდილია მე ზუსტი ციფრის დასახელებისაგან. უბრალოდ არც მაქვს მე ამის კომპეტენცია რომ ეს ციფრი დავასახელო, მაგრამ ის რომ გაზრდილია, ეს ფაქტი არის, მე ვიცი მონაცემებიდან გამომდინარე. მაგრამ კატასტროფა ამაში აი თანხობრივად ნამდვილად არ არის ისეთი, რომ საბანკო სექტორს ჯერ პრობლემა შეუქმნას. მაგრამ მე მაქვს ასეთი ინფორმაცია, ერთ-ერთი სტატიაზე დაყრდნობით, რომ 8000-ით გაიზარდა ეს მაჩვენებელი გასულ თვესთან შედარებით. ბატონ დავით, რამდენი საგანგაშო შეიძლება იყოს, თუნდაც ამ მასშტაბის ზრდა საბანკო სექტორისთვის? ზოგადად უმოქმედო სესხების მოცულობა პროცენტულად თლიან პორტფელთან, ბოლო თვეების განმავლობაში არის გაზრდილი, დაახლოებით 4%-დან გაიზარდა 13%-მდე. რაც არის ნამდვილად მაღალი მაჩვენებელი, თუმცა ეს პროცესი ყოველთვის თამდევია იმ პროცესზე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარეობს, აქ საუბარი იმაზე, რომ რეალური სექტორი მცირდება, ანუ ეკონომიკური აქტივობა ნელდება და ეს ყოველთვის ამას ყოველთვის თან ახლავს გარკვეულწილად პრობლემური სესხების ზრდა. თუმცა პრობლემური სესხების და ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის მთლიანად უიმედო სესხი. ბანკს და კლიენტს შორის ხდება, როგორც ბატონო სურობ აღნიშნა, ურთიერთობების გარკვევა, იმ მხრივ, რომ ბანკი ყოველთვის მიდის კლიენტთან რაღაც დათმობებზე, თუ ხედავს, რომ რეალურად ობიექტური გარემოებები არსებობს, რის გამოც კლიენტს უჭირს ამ დავლენების დაფარვა. რა გახდა ამ მაჩვენებლის გაზრდის მიზეზი, ამაზეც რომ ვისაუბროთ, ეს გახდა ქვეყანას შექმნილი ვითარება, ომის შემდგომ კრიზისის გავლენა, თუ შეიძლება ეს დაუკავშიროთ იმ განცხადებებსაც, რა განცხადებებიც კეთდება სახელმწიფოს მხრიდან ამ პრობლემური სესხების მოგვარების საკითხში შესაძლო თანამონაწილეობაზე? პრობლემური სესხების ზრდის ძირითადი გამოპირობებელი ფაქტორი ეს იყო, როგორც აღნიშნე, ძირითადად ის კრიზისული სიტუაცია, რომელიც სოფლიოში შეიქმნა და რომელმაც შესაბამისად გავლენა იქონია ჩვენს ეკონომიკაზეც. შესაბამისად შედეგად გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა, შემცირდა შემოსავლები მოსახლეობის, რამაც შედეგად ასახულობა სწორედ მათ გადახდის უნარიანობაზე. ბატონ ზურაბ, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მიზეზი? რა თქმა უნდა, ესეც არის უდაოდ, მაგრამ პატარა წილი ნამდვილად არის ის, რომ აი ეს მოლოდინები, რომელიც არის და აი მე შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო კვირაში აი მოლოდინებმა არასწორმა მოლოდინმა, რომელიც მათ შეიძლება შექმნოდათ აი ამ განცხადებებიდან გამომდინარე, ბევრი ისეთი სესხებელი ბანკში, რომელიც წესიარად იხდიდა, იმათაც კი შეაჩერეს, მაგრამ როდესაც მოხდა მათთან ბანკის კონტაქტი და ახსნა, რა თქმა უნდა, ის ვინც გაიგო ეს რომ ეს ამ მოლოდინებზე დაყრდნობა ეს არის უტოპია და არ შეიძლება. მე აი პირდაპირ მინდა მოუწოდო მათ, რომ უთხრა, რომ თუ აქვთ საშუალება ყოველგვარი მოლოდინების გარეშე მოახდინონ მათ ამ სესხების დაფარვა და შეძლების დაგვარად, რა თქმა უნდა, ბანკთან არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ბანკებს ემალებიან. არ მედიან. ეს კიდევ უფრო უარესი არის პირველ რიგში მათთვის. ბანკთან უშუალო კონტაქტით, როგორც ბატონმა დავითმა აღნიშნა, ეს წარმოუდგენელი არის, აი თვითონ ლოგიკაში არ ჩდება, რომ შენ სესხებელს არ მისცე ის შეღავათი, თუ ხედავ, რომ იქ არის პერსპექტივა იმისი, რომ მან შეიძლება თავის პრობლემას მოუაროს. და აი ესეთი კონტაქტი დამერწმუნეთ მე, რომ კონსულტაციების ყურებაც კი შეიძლება თვითონაც კი ვერ ხედავდეს იმ მოგვარების გზებს და კვალიფიციური კონსულტაციის შემთხვევაში ეს მოგვარების გზებიც კი გამოჩნდეს. ამიტომ მე მათ ურჩევ, რომ არა არიდონ თავი და მივიდნენ იმ ბანკს, საიდანაც მათ აქვთ ეს სესხი გამოტანილი და ელაპარაკონ იქ არის კვალიფიციური. თქვენ გადაცემის დასაწყისში დადასტურებო ილაპარაკებთ ძალიან მარტივად და გასაგებად ხალხისთვის და ამიტომ მე მინდა დაგისვათ ასეთი ძალიან მარტივი შეკითხვა. რა ქნან იმ ადამიანებმა, ვისაც ამ გარემოებების, შექმნილი გარემოებების გამო ნამდვილად არ აქვს საშუალება, რომ გადაიხადონ ბანკის წინაშე არსებული დავალიანება? მე ხა ესეთი რეცეპტის გამოწერა ნამდვილად არ შემეძლია მათ რა გამოსავალი შეიძლება მოინახოს ასეთ ვითარებაში? ნახვის გარეშე წარმოუდგენელი არის აი ამაზე რაიმე აზრის გამოტანა, კონსულტაციის გაწევა. აუარებელი ხალხი მოგვართავს ჩვენ და მოდიან და მე შეძლების დაგვარად ვაძლევ იმ კონსულტაციას. იქამდედაც რომ მე ბანკსაც ვთხოვ რომ დაუშვათ თუ რაიმე ჩემთვის აი ესეთი მიუღწეველია რომ მათ გამიწევენ კონსულტაცია რომ მე შემდგომში მათ უთხრა, მაგრამ აი ის რომ მე ახლა რაღაც მზა რეცეპტი გამოვწერო ამისათვის ნამდვილად არ შემიძლია. ბატონ დავით, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შესაძლებლობაა, რა გამოსავალი შეიძლება გამოინახოს ასეთი ვითარებიდან? თუ თქვენც მიიჩნევთ, რომ ეს არის მხოლოდ ინდივიდუალური პრობლემა? რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ეს არის ინდივიდუალური ბანკსა და კლიენტ შორის დასარეგულირებელი საკითხი. თუმცა იქ როდესაც საუბარია სახელმწიფოს როლზე, ანუ სახელმწიფომ რა გააკეთა, თქვა იგივე კომერციული ბანკების დასახმარებლად, მინდა უბრალოდ თქვა რა გააკეთა ბოლო თვეების განმავლობაში ამ მიმართულებით.
პირველ რიგში ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად ეს უშუალოდ აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და უშუალოდ მის შემდგომ ჩვენს მიერ პოლიტიკის შერბილებით შედეგად ჩვენ საბანკო სექტორს მივაწოდეთ დაახლოებით 9 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის ლიკვიდური სახსრები. ამას გარდა როგორც იცით დონორთა კონფერენციაზე რომელიც ჩატარდა ოქტომბერში ბრიუსელში იქ საკმაოდ სოლიდური დახმარება გამოიყო საბანკო სექტორისთვისაც დაახლოებით მილიარდი ლარის მოცულობის დახმარება საბანკო სექტორისთვის საიდანაც დაახლოებით 9 უკვე საბანკო სექტორმა მიიღო ხოლო მეორე 9 წლის განმავლობაში მიიღებს საერთო ჯამში მილიარდ 9 ლარს აღემატება ის დახმარება რომელიც სახელმწიფომ კომერციულ ბანკებს გაუწია და ეს რასაკვირველია მათ აძლევთ საშუალებას რომ უფრო ადვილად შევიდნენ წავიდნენ რაღაც დათმობებზე თავიანთ კლიენტებთან იმ კლიენტებთან ვისაც ობიექტურად მართლაც გააჩნიათ გარკვეული სიზნელეები. კიდე გადავიდეთ ზოგად შეფასებებზე ეკონომიკური კრიზისის შედეგად მისი გავლენების გათვალისწინებით რა ვითარებაში აღმოჩნდა დღეს მთლიანად ქართული საბანკო სისტემა ბატონ ზურაბ. მე როგორც კომერციული ბანკების გაერთიანების წარმომადგენელი ბატონი დავითი ეროვნული ბანკი რომელიც მარეგულირებელი და ზედამხედველი ორგანოა ამიტომ ჯერ მე გავაკეთებ ამ შეფასებებს მე არაერთხელ ამიღნიშნია ის რომ საბანკო ზედამხედველობა თავისი მარეგულირებელი და საზედამხედველო ფუნქციებით რომ არ ყოფილიყო სწორი მიმართულებით საბანკო სექტორი ნამდვილად დღეს ის არ იქნებოდა რაც არის ეს მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ვინაიდან იცით გავლენა დღევანდელ სიტუაციაზე რა თქმა უნდა მსოფლიო კრიზისმაც მოახდინა და აგვისტოს ომმა მაგრამ აგვისტოს ომი რო იქნებოდა ეს არავინ არ იცოდა ვიცოდით რომ კრიზისი იყო მოდიოდა ის და აუცილებლად მოგვიახლოვდებოდა აი ამიტომ საბანკო სექტორმა და მე ამაში ზედამხედველი და მარეგულირებელიც ამყავს მხედველობაში მთლიანობაში ჯამში ზუსტი და ადეკვატური პრევენციული ზომები გაატარეს, როდესაც იყო ამისი საშუალება და ეცეთ არის ბანკი არის ცოცხალი ორგანიზმი, თავისი მოთხოვნილებები და თავისი რეფლექსებითაც, რომელსაც მართავს გონიერი გონება. აი, როდესაც ის გონიერება შესუსტდება, მაშინ იქნება პრობლემები. მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი ადეკვატურად ხდება, აი, როდესაც მე ზედამხედველობის ყოფილი უფროსის და დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასება წავიკითხე, სადაც მას როდესაც კითხვა დაუსვეს, რომ გაამკაცრდება თუ არა ზედამხედველობის ნორმები, მან თქვა, რომ ამ გამკაცრების საჭიროება არ არის. ვინაიდან საბანკო სექტორი ადეკვატურად პასუხობს ყველა იმ მოთხოვნებს, რაც არის საზედამხედველო მოთხოვნები, რაც სჭირდება რეგულაციას და გამომდინარე აქედან საბანკო სექტორმა იმდენ უფრო ჭარბად გააკეთა ეს პრევენციული ზომები, რომ შემდგომში ომს და ომის დამანგრეველ შედეგებს გაუძლო. მაგრამ გულისხმობთ ამ პრევენციულ ზომებში, თუნდაც კრედიტების გაცემის პროცედურების გამკაცრებას. გულისხმობთ თუ არა ამ პრევენციულ ზომებში, მაგალითად მომხმარებლებზე კრედიტების გაცემის პროცედურების გამკაცრებას. იცით, კრედიტების გაცემის პროცედურების გამკაცრება და ნორმების დადგენა არის თავად თვითონ ბანკების პრეროგატივა. და შენ თავარია ჩაჯდე იმ მოთხოვნებში, რომელსაც გიყენებს ზედამხედველობა. იმ მოთხოვნების ფარგლებში ლავირების საშუალება ნებისმიერ ბანკს აქვს. მაგრამ მე ხო გითხარით რომ ცოცხალი ორგანიზმია ის და ძალიან კარგად გრძნობდა რა საშიშროებები მოდიოდა კრიზისიდან. ომს ვერავინ ვერ წარმოედგენდა. აი ეს პრევენციული ზომები რო არ ჩატარებულიყო ამ კრიზისის გამო და მე სულ ვიძახი რომ ერთადერთი დადებითი ამ კრიზისის ის ჰქონდა რომ ჩვენნაირ ქვეყანაში სადაც ომი მოხდა აი ეს პრევენციული ზომები რო არ ყოფილიყო იმ ომს ვერ გაუძლებდით ჩვენ და შეიძლება და საბანკო სისტემა დღეს ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში ყოფილიყო. მაგრამ ვინაიდან ჩვენი კრიზისისათვის ვემზადებოდით გაუძელით ომსაც. და დღეს მე თანამაჩემელია ვთქვა რომ საბანკო სექტორი საფრთხის წინაშე ნამდვილად არ ადგას არც მისი ლიკვიდურობა რაც მთავარი არის და არც ეცა თქვენ ხედავთ მეზობელ რესპუბლიკებში აი თუნდაც ახლა სასამხეთში რა ხდება მაგრამ საბანკო სექტორმა საქართველოში გამოავლინა უნარი იმისი რომ აი ეს შოკური სიტუაციებიდან უარყოფითი შედეგების გაწოვა მოეხდინა და მოახდინა კიდევ რა თქმა უნდა აქტიურობა შემცირებული არის და ბუნებრივიცაა ეს მაგრამ საბანკო სექტორს პრობლემა არ უდგია მაგრამ რამდენად შეძლებს ასე მომდევნო რამდენიმე თვის უპრობლემოდ გადატანა საბანკო სისტემა ბატონ დავით კრიზისი ჯერჯერობით ისევ გრძელდება მსოფლიოში აქედან გამომდინარე მე მინდა რომ ორი ფაქტორი გამოყო რამაც განაპირობა ის რომ დღეს ფინანსური სტაბილურობა არის ქვეყანაში შენარჩუნებული განსხვავებით როგორც ბატონო ზურაბმა აღნიშნა რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში პირველი ეს არის ის პრუდენციული რეგულირება რომელიც აქამდე არსებობდა ანუ ის იყო ეგრეთ წოდებული ანტიციკლური ანუ იმ პერიოდში როდესაც
საბანკო სექტორი საკმაოდ დინამიურად და სწრაფად ვითარდებოდა, ის იყო ძალიან მკაცრი და კონსერვატიული, ხოლო მას შემდეგ რაც ფინანსური კრიზისის ნიშნები გაჩნდა, საშუალება მოგვეცა, რომ ეს შეგვერბილებინა რეგულირება, რამაც დამატებითი მანევრების საშუალება მისცა საბანკო სექტორს. მეორე თვითონ საბანკო სექტორი ხარისხობრივად და რაოდენობრივად მნიშვნელოვნად განვითარდა ბოლო განსაკუთრებით 5 წლის განმავლობაში. დღეს საქართველოს საბანკო სექტორი შევადროთ თქვა 5 წლის უკანდელ სიტუაციას, თუნდაც მთლიან შედარებულ მიმართებაში აქტივები დაახლოებით 50%-ს აღწევს. ამ მაჩვენებლით ჩვენ მნიშვნელოვნად უსწრებთ თქვა იგივე DSS ქვეყნების საბანკო სექტორებს და იგივე დონეზე ვდგევართ, რაც არის საშუალო მაჩვენებელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. შედარებისთვის 2003 წელს ეს მაჩვენებელი იყო დაახლოებით 15%-ის მიდამოებში. ანუ რეალურად სამჯერ და უფრო მეტად გაიზარდა საბანკო სექტორი ბოლო 5 წლის განმავლობაში. სწორედ აი ამ ხარისხობრივმა და რაოდენობრივმა ზრდამ და განვითარებამ ხელი შეუწყო იმას, რომ საბანკო სექტორმა წარმატებით გადაიტანა ის მრავალი შოკი, რომელიც ბოლო რამდენი წლის განმავლობაში მიიღო ქვეყნის ეკონომიკამ, დაწყებული თუნდაც ის იგივე რუსული ემბარგოთი და დამთავრებული ომი და სოფლიო ეკონომიკური კრიზისი. რაც შეეხება მომავალს, ჩვენ განსაკუთრებულ საფრთხეებს აქ ვხედავთ, ძირითადი დარტყმები ეკონომიკამ და საფინანსო სექტორმა გადაიტანა და ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს. ვფიქრობთ, რომ საბანკო სექტორი გააგრძელებს განვითარებას და გაზრდას, თუმცა ეს არ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორც ბოლო წლებში, მაგრამ ზრდა და განვითარება აუცილებლად გაგრძელდება. დიდი მადლობა. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები გახდნენ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი დავით ამაღლობელი. დაგვალოდეთ, ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ჩვენი გადაცემის სტუმრები TBC ბანკის პრეზიდენტი ვახტანგ ბუცხრიკიძე და VTB ბანკის გენერალური დირექტორი ნიკა შურღაია იქნებიან. პირველი თემა პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან TBC ბანკის პრეზიდენტი ვახტანგ ბუცხრიკიძე და VTB ბანკის გენერალური დირექტორი ნიკოლო შურღაია. საღამომშვიდობის ბატონებო. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. თქვენთანაც დავიწყებ საუბარს იმავე თემით, რითიც დავიწყეთ დღეს ჩვენი გადაცემა და პირველი ნაწილი სტუმრებთან საუბარი. ინიციატივა პრობლემური სესხების მოგვარების საკითხში სახელმწიფოს თანამონაწილეობის შესახებ. ბატონ ვახტანგ, რა შეიძლება ამან მოუტანოს საბანკო სისტემას? აი, წინა გამოსვლება ისაუბრეს, რომ სოფლიოში ესეთი რაღაც არ მოხდება. ეხლა როგორც ასე ვთქვათ, კომერციული ბანკის წარმომადგენელი იდეაში რო ვთქვა თუ სახელმწიფო მოგცემს ფულს და ჩვენ დავარიგებთ ამ ფულებს და უკან დასაფრინებელია, იდეაში თითოს კარგი უნდა იყოს, მაგრამ თუ მიუდგებით სახელმწიფოებრივად, ეს არასწორი არის. მარტივად აგიხსენებთ, რატომ თქვა თუ არის ორი ადამიანი, თქვა თუ მართლა ვიღაცა არის დასახმარებელი, ალბათ სწორი იქნება, რომ თუ სახელმწიფო გადაწყვეტილებას მიიღოს ფულის მიცემის, მას პირდაპირ იცეს ეს დახმარება და იმ ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება ეს ფული მოახმაროს სესხის დაფარვას თუ სხვა საკითხის დარეგულირებას. ანუ თვითონ პრინციპი ალბათ სხვანაირი უნდა იყოს, ისევე როგორც სხვადასხვა დახმარებები ხორციელდება, თქვა ვისაც ჭირდება ეს დახმარება, ალბათ პირდაპირ ამ ადამიანებს უნდა მიეცეთ თანხები, ვიდრე ბანკების საშუალებით. ბატონიკა, თქვენც თუ შეაფასოთ ეს ინიციატივა და შემდეგ რა შედეგი შეიძლება ამან გამოიღოს საბანკო სისტემისთვის, ამაზე გამოგწოთ საუბარი. არ მაქვს განსხვავებული აზრი ვახტანგისგან, ვფიქრობ, რომ იდეის თვალსაზრისით ცუდი არ არის. თუ არ ვიცი ხა რა თქვენ რა გეკონკრეტებიათ, რა დახმარებაზე არის საუბარი. თუ სახელმწიფო ასესხებს ფულს ბანკებს, მხოლოდ მივესალმებით, ჩვენ შეგვეძლება უფრო როგორც კონკრეტულად ამ მიმართულებით არაერთხელ გამოითქვა ეს ინიციატივა არაერთი პოლიტიკური პარტიის, არაერთი ექსპერტის მიერ და თქვენ ალბათ ეს მოსმენილიც გექნებათ. გულახდილად გითხრათ, პოლიტიკურ განცხადებებს იშვიათად თვალყურს, მაგრამ დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ჰიპოთეზის დონეზე ვამბობ, თუ სახელმწიფო სთხოვს ბანკებს, რომ ფული დაარიგონ საჩუქრად, არ იქნება სწორი, რადგან მოშლის საგადასახადო კულტურას, რომელიც ძლივს ჩამოყალიბდა ქვეყანაში. და თუ სახელმწიფო მისცემს ბანკებს ფულს რომ დაარიგონ საჩუქრად, კვლავ არ იქნება სწორი, იმიტომ რომ როგორც ვახტანგმა აღნიშნა, უმჯობესია შეარჩიოს მიზნები და დაარიგოს და საერთოდ ფულის მიცემა საჩუქრად მხოლოდ გარკვეულ უმწეო კატეგორიებზე მიმაჩნია სწორად, ან თქვათ ინვალიდებზე, ან დაზარალებულებზე გარკვეული მოვლენების შედეგად და
არა ზოგადად ადამიანებზე ფულის ჩუქება. ვფიქრობ, რომ კომერციული ჩუქებაზე არ არის საუბარი, მე მაქვს თან ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის მასშტაბით ბანკის მოვალეთა კომიტეტების შექმნას, რომლებიც თავის მხრივ იმოქმედებენ კოორდინირებულად დაზარალებული მოსახლეობის და მეწარმეების საბანკო სესხების საპროცენტო განაკვეთების გადავადების მიზნით. შემდეგ ასევე არის ინიციატივა, რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს პრობლემური სესხების ბანკებიდან გამოსყიდვა დონორების მიერ გამოყოფილი დახმარებების ხარჯზე და შეაჩეროს პროცენტის დარიცხვა მანამ, სანამ დაზარალებული დავალიანების გადახდა შეძლებს. პირველი ნაწილი ვფიქრობ, რომ სრულიად საფუძველს მოკლებულია. მეორე ნაწილი პირველ ნაწილში, რომ სახელმწიფომ გამოისყიდოს ვალები არ არის უჩვეულო და საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული, მაგალითად შვედეთში 90-იან წლებში ცუდი ბანკები შეიქმნა, როდესაც სახელმწიფომ გამოისყიდა დიდი ვალები. როგორ გადაავადებს ეს საფიქრელი? ალბათ კომერციული პირობებით შესაძლებელია, რომ გონივრულიც იყოს და ზოგიერთ ნაწილში შეიძლება ვიღაცამ გარკვეული პატიება მიიღოს, მაგრამ თითოეულ პატიებას გარკვეული მიზანი კარგად დასაფუძვლებული უნდა ქონდეს და კომერციული საწყისი. რა შედეგი შეიძლება ამ ინიციატივის განხორციელება საბანკო სექტორისთვის მოყვეს ბატონო ვახტანგ? პირდაპირ გეტყვით, რომ მე არ არის ევროთემაში ალბათ ეს არ მოხდება. უფრო რომ მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ. თუ არის ორი ადამიანი, რომელსაც ერთს აქვს თქვა საკმაოდ მაღალი შემოსავალი, მაგალითად 3000 ლარი და მეორე არის თქვა აგვისტოს მოვლენების მიერ დაზარალებული. თუ სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას დახმარებაზე, ამ შემთხვევაში ჯობია რომ ის ვინც არის დაზარალებული, იმას მისცეს თანხა და იმას დაეხმაროს, ვიდრე თქვა იყოს გადაწყვეტილება, რომ ყველას ამ შემთხვევაში ისარგებლებს როგორც გაჭირვებული, ასევე თქვა მდიდარი ადამიანი. ეს გასაგებია, საბანკო სექტორისთვის რა საფრთხეების შემცველი შეიძლება იყოს? ეს გადაწყვეტილება? ეს აი როგორც ნიკამ აღნიშნა, ამ შემთხვევაში მენტალურად არასწორი გადაწყვეტილება იქნება თქვა ადამიანების ქცევას შეცვლის, თორემ პირდაპირ გეუბნებით, ეხლა თუ თქვა სახელმწიფო ბანკებს მისცემს ფულს და მე ჩვენ ამას დავარგებთ, რა თქმა უნდა ბანკისთვის მომგებიანი იქნება, მაგრამ ეს რეალურად არ რეალურია. თუნდაც ასეთი ინიციატივებით გამოსვლა, ინიციატივის დონეზე ხომ არ შექმნის საზოგადოებაში აზრს, რომ ისინი შეიძლება ბანკების წინაშე არსებული ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ. მე მგონი არა, იმიტომ რომ რეალობა განსხვავებული რაღაცას დაანახებს, ანუ ამ შემთხვევაში თუნდაც ელემენტარული რამდენიმე დღის ვადაგადაცილება იწევს იმას, რომ ამ შემთხვევაში ყველა ბანკი ჩვენ კოორდინირებულად მუშაობთ, ხდება საკრედიტო ბიუროში ინფორმაციის გადაცემა და ეს ადამიანებმა შეიძლება თქვათ დღეს და არა ხვალ, არამედ თქვათ 1 წლის მერე და 5 წლის მერე, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, საერთოდ ეკეტებათ გზა, რომ ბანკში საერთოდ მომავლის სესხები აიღო. ბატონიკა, გამოიწვევს თუ არა ეს არ გადახდის სახალისებას, როგორც ამას უწოდა? შესაძლოა გამოიწვიოს და საფათო იქნება. ინდოეთში გააკეთეს ვალების დიდი ნაწილის პატიება, ზუსტად ვერ გეტყვით, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში და ძალიან ცუდი ეფექტი გამოიღო. ის ადამიანები, ვინც ვალს პატიოსნად იხდიდა, თავს ბრიყვებად მიიჩნევდნენ და ძალიან გაწმილებულები დაჩნენ და ამავე დროს თუ ეს არ განხორციელდება ეს პატიება და სრულ წაქეზება იქნება, შესაძლებელია გარკვეული ადამიანები შევიდნენ შეცდომაში. ამიტომ გონია რომ არ ვიცი ვინ გააკეთა რომელმა ექსპერტმა, არა მგონია რომ უფრო შეიძლება კეთილი სურვილით, მაგრამ უფრო პოპულისტური ან კარგი სურვილით, ან არ ვიცი როგორი სურვილით არასწორი მიმართულებისკენ მოწოდებული. თუნდაც აი ამ ინიციატივების გაჟღერება, რაც ვკითხებ ბატონ ვახტანგს, ხომ არ გამოიწვია მას შედეგი უკვე რომ დავუშვათ აი ამ სწორედ ამის გამო ძალიან ბევრმა ადამიანმა არ გადაიხადა ვალი. არ ვიცი. თავად ბანკების თანამშრომლებიც საუბრობენ ამაზე. მიჭირს თქმა, რატომ იცით, ჩვენი ბანკი მომიწვიეთ და მოვედი სიამოვნებით, მაგრამ VTB საქართველოს ერთ-ერთი მცირე მონაწილეა ბაზრის, ჩვენ სულ 2% გვაქვს სამომხმარებლო და მცირე ბიზნესის დაკრედიტების ბაზრის, ამიტომ რახან ჩვენ არ მგონია რომ ჩვენზე კონკრეტულად რაიმე გავლენა მოეხდინა და ზოგადად არ მგონია რომ ჯერჯერობით რამე ეფექტი გამოიღო, თუმცა თუ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან იქნება ასეთი განცხადება ან იქნება ძალიან ავტორიტეტული პოლიტიკოსებისაგან, შესაძლოა გარკვეულწილად უკვე სერიოზული გავლენა იქონიოს, მაგრამ არ ვიცი, ეს არ მგონი ჯერ არ გამიგია მე ესე რომ თუმცა ბანკების თანამშრომლები ამბობენ თავად, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე ამიტომ აჭიანურებს ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ბანკში შეტანას, რომ მათ მოისმინეს თუნდაც პოლიტიკური ძალებისგან, რომ შესაძლოა მოხდეს აი ამ პრობლემური სესხების მოგვარება სახელმწიფოს თანამონაწილეობით. ანუ ბატონო ვახტანგ, მსგავსი პრობლემა თქვენთან არ შექმნილა ამ მიზეზით. ყოფილა და მე მაინც მგონი ეს გაზიადებული თემა არის და თქვა აგორებული თემა არის, ანუ რეალობა აუცილებლად ნიკას დაემოწვა საბანკო სექტორში ეს არ არის. ანუ რა თქმა უნდა ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია ის რომ პრობლემური სესხების მოცულობა გაიზარდა, აი ბატონი დათოყავდათ წინა სიუჟეტში ჩართული და მან აღნიშნა რომ დღეს არის 13%, მაგრამ ეს ავსებით მისაღებია თუ შევედრებით იგივე თქვა ყოფილი სახუბრივად რამდენია ეს არსებობს უმეცნიერო რომ ასეთი პრობლემური საკრედიტო პორტფელი შეადგენს დაახლოებით 200 მილიონს.
გამიჭირდება ალბათ დაახლოებით თლიანად საბანკო სექტორში ალბათ დაახლოებით ამდენი შეიძლება. მე დღეს უსმენი გავაკეთებ კომენტარს. მე არ მქონია ეს ციფრი, მაგრამ აკაკი გოგიჩაიშვილმა გააჟღერა ბიზნეს კურიერში დღეს იქ გახდით და 100 მილიონი არის ეს ციფრი აკაკის მონაცემიდან გამომდინარე. ეს დაახლოებით სოლიდური ციფრია, მაგრამ იქაც აღნიშნა და გავიმეორებ, რომ უპრეცედენტო დაბალი დონიდან დაიწყო, ესე იგი გასული წელი და 2006 იყო ძალიან დაბალი დონე ვადაგადაცილებების, აქაც საქართველოშიც და მსოფლიოშიც გაიზარდა ეს ციფრები, იზრდება ჩვენ ვაკვირდებით, ჩვენთან ბანკშიც რამდენადმე გაზრდილია, მაგრამ ახლაც არის ისტორიულ მაჩვენებლებთან შედარებით დაბალი ვადაგადაცილებების მაჩვენებელი. ანუ ეს მაჩვენებელი ბანკებისთვის არ ქმნის ამ ეტაპზე რაიმე პრობლემებს? სავსებით არა, თუნდაც თქვა 200 მილიონი თუ ავიღოთ საერთოდ ბანკების ჯამურ კაპიტალს დაახლოებით ეს 2 მილიარდზე მეტი არის, ან თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არის თვლიანის 10%. უბრალოდ მე როდესაც საუბრები მაქვს ბოლო პერიოდში ექსპერტებთან, რომლებიც თქვა შედარებებს აკეთებენ წინა ფინანსური კრიზისების, რომ ეკონომიკური კრიზისების სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე, ისინი თვლიან, რომ შეიძლება ესეთი, ასე ვთქვათ, პრობლემური სესხების მოცულობა და გადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდოს 20%-მდე. ანუ თუ შევედრებით, ამას შეიძლება ითქვას, რომ ქართული საბანკო სექტორმა საკმაოდ კარგად გამოვიდა ამ სიტუაციაში. თუ გაიზარდა ეს მაჩვენებელი, ასეთ შემთხვევაში რა საფრთხეები შეიძლება არსებობდეს? აი როგორც რამდენად საგანგაშო შეიძლება აღმოჩნდეს ეს საბანკო სისტემის? რა ვიცი, მე პირადად გამოვირიცხა, რომ ამ კონკრეტულმა ამ შემთხვევამ გამოიწვიოს ასეთი რაღაცა, იმდენად რამდენადაც როგორც გითხარით, ბანკების კაპიტალიზაცია, ანუ ბანკების კაპიტალი არის რამდენიმე მილიარდი, შესაბამისად, თუნდაც 9 მილიარდი იყოს, ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოხდეს. უფრო მთავარი ამ შემთხვევაში მე მაინც გონია არის ეკონომიკური კრიზისის დაძლევა. ლარის სტაბილურობა, ეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარებისათვის ბანკებისათვის, ვიდრე ვთქვათ, ეს ვთქვათ ესეთი განაცხადები და ამ შემთხვევაში მოკლევადიანი რაღაცა თვალსაჩინო. და ხომ არ თუ დავალიანების არ გადახდა მიიღო უფრო მასშტაბური სახე და ძალიან ძიმე სურათი შეიქმნა ასეთ შემთხვევაში ბანკების წინაშე. რა მეთოდებს მიმართავდა, რა გამოსავალს ხედავთ ასეთ სიტუაციაში? ხა გინდა არ გვინდა ამ შემთხვევაში როგორც სოფლიოში ყველა ბანკი იქცევა, სესხების უმრავლესობას თავის გირანობა გააჩნია, შესაბამისად მოხდება ამ გირანობების წამოღება და გაყიდა, შესაბამისად ბანკები აუცილებლად თავის თანხებს დაებრუნებიან. ანუ არ მოხდება ასეთ შემთხვევაში თუნდაც რაღაც მიზეზების გათვალისწინება. სწორედ ამაზე საუბრობდნენ, მე ისევ მოვიყვან ოპოზიციის მიერ ამ ინიციატორების, ავტორების განცხადებებს, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც დარჩნენ უმუშევრად და ვერ იხდიან სესხს, შესაძლოა მათ გირაოსში ჩადებული საცხოვრებელი სახლიც კი გაუყიდოს ბანკმა და ისინი საერთოდ აღმოჩნდნენ ქუჩაში და ეს სოციალური ფონი და სოციალური სურათი ამან კიდევ უფრო დაამძიმოს ქვეყანაში. რაც უბრალოდ რთული სათქმელი იყოს, ჩვენ თუ ვაშინებთ საბაზრო ეკონომიკას, ეს საბაზრო ეკონომიკის თავმდევი ელემენტია, ანუ როდესაც ხდება სესხის აღება, ის აუცილებლად უნდა დაბრუნდეს და თუ ვერ ხდება ამის პირდაპირი დაბრუნება, ალტერნატიული გზები უნდა მოიძებნოს ამას. რა ალტერნატიული გზები შეიძლება მოიძებნოს? გულისხმობ იმას, რომ ეს ადამიანები თუ არიან კვალიფიცირებული ჩადებული ქონებას. ეს არის ბოლო მომენტი, მაგრამ მანამდე არის საშუალება, თქვათ, იყოს ალტერნატიული შემოსავლის წყაროები ამ ადამიანებმა, თუ რამდენი კვალიფიცირებულები არიან, იგივე დღესაც არსებობს შრომით ბაზარზე მოთხოვნა და კვალიფიცირებული კადრები, მე ვფიქრობ, მოკლევად და შეიძლება ისჩევან სამსახური, ამ შემთხვევაში ბანკები წავლენ თანამშრომლობაზე, მაგრამ ის რომ თქვათ, წლობით არ დაბრუნდეს, ეს გამორიცხულია. და არსებობს კიდევ ასეთი მოსაზრება, რომ შესაძლოა ამ ვითარებიდან გამოსავლად განიხილებოდეს დევნილებისთვის, თუნდაც საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთების გადავადება. რამდენად შეესაბამება ეს შესაძლო რეალობას და რამდენად შეიძლება ეს ინიციატივა იქნას განხილული? ამას ალბათ კომერციული ბანკები ვერ გააკეთებენ, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო გამოყოფს ამაზე რესურსებს, ალბათ ბანკები გავაკეთებთ აუცილებლად. ეს იქნება სახელმწიფოს გადაწყვეტილება უნდა იყოს. ანალოგიური აზრი მაქვს, ჩვენ რამდენიმე დევნილს ცალკეულ შემთხვევაში დავეხმართ, მაგრამ ბევრი არ არის ისიც ასეთი ციფრი და ფიქრობ, რომ არ არსებითი ამაზე მსჯელობა, რადგან შეიძლება რამდენიმე ათეულ ადამიანთან ქონდეს სულ საქმე, ვიდრე მასობრივ. ყოველ შემთხვევაში ჩემი ბანკის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მცირე რიცხოვანი იყო. და თქვენ რა ტიპის დახმარება გაუწიეთ ასეთ ადამიანებს? არ მინდა ვისაუბრო დახმარებაზე, რადგან ჩვენ რა კარგ საქმესაც ვაკეთებთ, თუ საჭიროდ მიგვაჩნია ვაჟღერდ და შეიძლება გავაკეთოთ და არაფერი ვთქვათ ასე. ანუ დღეს ასეთი ტიპის სესხების ერთგვარ რესტრუქტურიზაციას ბანკები არ განიხილავენ. არა, იმიტომ რომ თუ პირდაპირ დახმარებაა საჭირო, მარტო ჩვენო ბანკმა აგვისტოს მოვლენების შემდეგ 5 მილიონი ლარი გამოყო და მე ჯამურად დაახლოებით 8 მილიონი შევაგროვეთ და ყველა ორ სულს, რომელიც თქვა ამ რეგიონებიდან არის ჩვენ ვეხმარებით და ახალ დეპოზიტებს 14 თვის განმავლობაში ყოველთვიურ დახმარებას უწევთ.
მეორე რასაც ვაკეთებ დაახლოებით გვიждდება 4 მილიონი ლარი, ეს არის წეროვანში მტოვრილებისათვის ვაშენებთ სკოლას, რომელიც უკვე სექტემბერში დაიწყება. ანუ მე ვფიქრობ, აი ესეთი ნაბიჯებით ბანკების სწორ ნაბიჯებს თქვა და ვიხმარებით პირდაპირ იმ ხალხს, ვისაც ჭირდება დახმარება და აი ესეთი ნაბიჯები უფრო გამართლებული. ანუ კიდევ ერთხელ გავმართოთ, შემდეგ გადავიდეთ კიდევ რამდენიმე სხვა საკითხზე. მოსახლეობაში ტყუილად არ უნდა შეიქმნას მოლოდინი, რომ მათი სესხების პრობლემის მოგვარებით შესაძლოა ამ ბანკი ან სახელმწიფო თავად დაკავდეს. სახელმწიფო მოხელეებს უნდა დაუსვათ კითხვა, მაგრამ მე ასე ვთქვათ, პირადად გამოთქვა აზრი, რომ ეს არარეალური არის იგივე სახელმწიფოს მხრიდან თუ დახმარება ექნება ჯობია აი გაჭირვებულებზე მოხდეს პირდაპირ დახმარება, ვიდრე მასიურად მოხდეს ამის გაკეთება ბანკებიდან გამოვრიცხა. ბატონიკა. ანალოგიური აზრი მაქვს. კი ბატონო, და კიდევ ის შეკითხვები ზოგადი შეფასება იმ ვითარებისა, რა ვითარებაშიც დღეს აღმოჩნდა საბანკო სისტემა და რამდენად მოახერხეს ქართულმა ბანკებმა გადაეტანათ მსოფლიოში მიმდინარე გლობალური კრიზისისგან შექმნილი ვითარება საქართველოში. ბატონი ვახტანგი გარკვეული პერიოდის წინ იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და სწორედ ამაზე საუბრობდა ამ საკითხებზე, ამიტომ თქვენგან დავიწყებ ამ კითხვას. რა ვითარებაშია დღეს საბანკო სისტემა? დავიწყებ იქიდან, რომ ბატონი დავით ამაყობელი იყო ეთერში ჩვენ წინ და აღინიშნა, რომ საქართველოს რეგულატორი ეროვნული ბანკი და შემდგომ საფინანსო ზედამხედვების სააგენტო იყო კარგი გაგებით კონსერვატული, რაც ნიშნავდა, რომ ბანკებისგან ითხოვდა მაღალ კაპიტალიზაციას. ბევრად უფრო მაღალ კაპიტალიზაციას, ვიდრე ეს იყო მეზობელ ქვეყნებში და თუნდაც ევროპის ქვეყნებში. უცხოური ვალუტით სესხები ორმაგ რეზერვებს მოითხოვდა მარტივინეთ, რო თქვა, აღარ ჩავალ სიღრმეში, რაც აიძულებდა ბანკებს, რომ ქონოდათ ბევრად უფრო მეტი კაპიტალი, თქვა 70-80% მეტი კაპიტალი, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რომლებიც საქართველოს შესაძლებელია. კაპიტალი რითაა მნიშვნელოვანი, ეს არის ბანკის მფლობელების საკუთარი ფული და ეს საკუთარი ფული განიცდის დარტყმას, როდესაც ბანკი ზარალს ღებულობს, განიცდიან ზარალს მისი მფლობელები. და დეპოზიტორები საფრთხის წინაშე არ დადგებიან, ვიდრე სრულად არ დაიწრიტება ბანკის მფლობელების ფული. ესე მარტივად რო თქვა. უფრო მეტიც, ვიდრე ეს ბანკის მფლობელების ფული გარკვეულ ნიშნულს რომ ჩამოწდება და საქართველოში ეს არის 12% კაპიტალის ადეკვატურობა. მანამდე ამის შემდეგ ბანკს ხშირ შემთხვევაში უკვე აღარ აქვს ფუნქციონირების საშუალება. აქედან გამომდინარე, ყოველთვის რეზერვი საკმაოდ ბალიში, დამცავი საკმაოდ დიდი იყო საქართველოში და ეს დიდი ბალიში კვლავ ნარჩუნდება. აქედან გამომდინარე, საქართველოს ბანკები წინასწარ უფრო მომზადებული იყვნენ, მდგრადები იყვნენ იმისთვის, რომ კრიზისისთვის გაეძლოთ. გარდა ამისა, 90 თქვათ ბანკერი 94 წლიდან 98 წლის პერიოდი გავლილი მაქვს და შემიძლია პირადი მაგალითით გითხრათ, რომ ბევრად უფრო იმუნიტეტი გვაქვს გამომუშავებული გაჭირვებისა და სირთულეების მიმართ, ვიდრე ზოგიერთი სხვა ქვეყნის ბანკირებს. აქედან გამომდინარე, ბანკირები ქცევითაც და თავისი პირადი გამოცდილებითაც მომზადებულები იყვნენ. გარდა ამისა, ჩვენი პროფესიონალი უნარჩვევები, რეგულატორი ამ ხრივაც საკმაოდ კაცრი იყო, როდესაც თქვათ ახდენდა გარკვეული ხელმძღვანელებთან ბანკების შეფასებას, თუნდაც ქემელის სისტემის, რომელიც ერთ-ერთი პარამეტრიც არის მენეჯმენტის ქმედების შეფასება, აქაც კაცრი იყო და აქედან გამომდინარე, საკმაოდ პროფესიონალური მენეჯმენტი დაგროვდა საქართველოს საბანკო სისტემაში. მე ცოტა ხნის წინ დავბრუნდი, მაგრამ ხედავ ვახტანგი აქ სხვა მენეჯერები, ხედავ ჩემი შეფასებით, ჩემ თავზე არ ვსაუბრობ, საკმაოდ კარგი მენეჯერები არის სისტემაში. აქედან გამომდინარეც სისტემის გრადობა და მაქვს ნანახი, თქვათ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ბანკის მმართველები, როგორები იყვნენ სხვა დარგის მენეჯერები და ვფიქრობ, რომ საქართველოს კარგი იყო ამ შემთხვევაში. ანუ დღესაც არის მზად საქართველოს საბანკო სისტემა, რომ მოსალოდნელი სირთულეები, რაც შეიძლება მოხვდეს მომდევნო თვეებს, გადაიტანოს ასევე მარტივად თუ შეიძლება ამას არ ვიტყოდი, ხა ვახტანგმა ისაუბრა, მარტივი არ არის. ძალიან დიდი კრიზისის წინაშე ვდგევართ ყველანი და სოფლიოში ისეთ ბანკებს მიადგა შეექმნა სირთულეები, რომელიც წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს საბანკო სისტემამ ამას გაუძლო. ძლიერია საქართველოს საბანკო სისტემა, ძალიან ძლიერია. ჩვენ არ ქონდა ეგზოტიკურ, უცნაური, რატომ შეექმნა, თქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრ ბანკს პრობლემები. ისეთ რაღაცას აკეთებდნენ, რომელიც თვითონ მათაც კარგად არ ესმოდათ. ისეთ ინსტრუმენტებს ყიდიდნენ რთულ ინსტრუმენტებს, რომლებიც დამოკიდებული იყო რაღაც მოვლენებზე, ის მოვლენები თავისთავად სხვა მოვლენებს და აქედან გამომდინარე, ბანკირი იმ მომენტში ფულს აკეთებდა მარტივენით, ყიდიდა ამ ინსტრუმენტს, მაგრამ თვითონ ბევრ ბანკის, სერიოზულ ბანკის და მე ვყოფილი ვარ ასეთ ბანკში მიმუშავე, არ ესმოდა
ბოლომდე ღრმად რას აკეთებდა. ან თუ ესმოდა ყოველ შემთხვევაში დაფუძნებულიყო ქართულ ბანკირებს კარგად ესმით რას აკეთებდა. არ იყო უბრალოდ ჩვენ სიმარტივე გვიხსნა, სიმარტივე ხანდახან კარგია და ჩვენმა სიმარტივე გვიხსნა რომ არ იყო ესეთი რთულ ინსტრუმენტებში ჩადებული ფული უბრალოდ და ამიტომ დანაკარგების შედარებით ნაკლებია. რთული იქნება ნამდვილად, შესაძლოა მოხდეს გარკვეული ბანკების კონსოლიდაცია, ანუ ზოგიერთი ბანკი ვერ გადარჩეს, მაგრამ სხვა ბანკმა იყიდოს, ან დასჭირდეს სახელმწიფოს რაღაც ეტაპზე ჩარევა და ის ბანკი იყიდოს, რაც მოხდა ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ მე მგონია რომ საქართველოში არ მოხდება ბანკების გაკოტრება ისეთი, რომელიც დეპოზიტორებს ფულს დააკარგებს. ბატონო, თქვენი პროგნოზიც მსგავსია, რომ შესაძლოა ზოგიერთი ბანკების კონსოლიდაციაც მოხდეს. მე უფრო ოპტიმისტი ვარ, რომ ჩავორმავდეთ, ხო, 1.3 ამაზე მიდის საუბარი, რა კრიზისი არის. რეალობას რო შევხედოთ, ხო, რეალურად მოხდა ის, რომ მოხდა ქვეყანაში ომი და ლოგიკური იყო დეპოზიტების დაახლოებით 12% გაიტანეს ბანკებიდან, მაგრამ თუ შევედრებით დღეს რამდენი დეპოზიტებიც არის საბანკო სექტორში, ეს არის დაახლოებით იმდენი, რაც იყო 2008 წლის დასაწყისში. ანუ ის 8 თვის ნაზარდი, რაც იყო აგვისტომდე, მოხდა იმის გადინება. ანუ დღეს ვარ დაახლოებით იმ დონეზე, როგორც ვიყავით 2008 წლის დასაწყისში. მეორე თემა ეს არის, თქვენ რითაც დავიწყეთ საუბარი, ვადაგააცილებული სესხები, რომლებიც არის 12-13% და ნამდვილად არის საგანგაშო, თუნდაც გაორმაგდეს ეს მაჩვენებელი. აი ეს ორი ძირითადი მახასიათებელია. მე მაინც გონია, რომ მნიშვნელოვანია ყველაზე მეტად ლარი იყოს სტაბილური და მაკროეკონომიკურად ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გაჩერდეს და მთლიანი ერთობლივი პროდუქტი, თქვათ, მცირედი, მაგრამ ზრდა აჩვენოს. ანუ ეს გლობალურად უფრო გაცილებით მნიშვნელოვანი არა მარტო საბანკო სექტორ, თლიანად ყველასაც, თლიანად მოსახლეობისაც. აი ეს არის ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ მიმართულებით ბატონო, თუ კი 13%-იანი მაჩვენებლის გაორმაგებაც კი არ იქნება საგანგაშო, რა ზღვარია ესეთი? რომლის შემდეგაც ბანკებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ ეს მაჩვენებელი უკვე სერიოზულ საფრთხეს ქმნის და ნამდვილად იძლევა განგაშის საფუძველს. არ ვიცი ხა თუ გადავიდა 30 მაგრამ ეს არ არის რეალური ესეთი რაღაც, ალბათ ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 100 კაცთან ვისაც ბანკში ექსესხი აღებული 40 მათგანმა ფული არ დააბრუნოს და ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმრები გახდნენ TBC ბანკის პრეზიდენტი ვახტანგ ბუცხრიკიძე და VTB ბანკის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ შურღაია. პირველი თემა დღეს ამით დასრულებულია. მე სამშაბათამდე გემშვიდობებით, გმადლობთ ყურადღებისათვის.